Peppa Pig-ის ანიმაციის შეცდომების პოვნა ფაქტობრივად ჩვენი სრული განაკვეთის სამუშაო გახდა და დღეს მართლაც ძალიან კარგები ვიპოვეთ. მაგალითად, ეპიზოდში Edmund Elephant-ის დაბადების დღე ორი სწრაფი, მაგრამ სახალისო შეცდომა შევამჩნიეთ. როცა Mr. Zebra ვენიდან გადმოხდება, ყურადღებით დააკვირდით მის ხელებს, რადგან ჩემოდანი ჯადოსნურად ჩნდება მათში. ერთი წამით ადრე მას არაფერი ეჭირა და ეს ყველაფერი არ არის. როცა მამი პიგი წერილს ამოიღებს კონვერტიდან, თუ დააკვირდებით კონვერტს, ის თვალწინ აშკარად მცირდება. ის თავისით დაპატარავდა. მოდით, ლონდონის ეპიზოდზე ვილაპარაკოთ. აქ მადამ გაზელი კლას ლონდონში ექსკურსიაზე მიხავს, სადაც ქალაქს თავად ინგლისის დედოფალი აჩვენებს. როცა ავტობუსი ხიდზე გემის გადაკვეთის მოლოდინშია, თუ ავტობუსის შიგნით ჩაიხედავთ, კედელზე აშკარად დაინახავთ რაღაც ინსტრუქციის სქემას. მაგრამ როცა გემი ხიდს გადაკვეთს და კამერა ისევ ავტობუსს აჩვენებს, ინსტრუქციის სქემა მთლიანად გამქრალია. და ეს ყველაფერი არ არის. მთელი ამ ეპიზოდის განმავლობაში ავტობუსის შიგნით ზარია, რომელიც სხვადასხვა სცენაში ჩნდება და ქრება. ერთ მომენტში ის იქაა, შემდეგ კი აღარ ჩანს. ეპიზოდში, სადაც Richard Rabbit-ი სათამაშოდ მოდის, სულ დასაწყისში, წინა პლანზე ვხედავთ, როგორ მოდის წვიმა. მაგრამ თუ ფანჯრის უკან შეხედავთ, იქ საერთოდ არ წვიმს. ფონზე ყველაფერი მშრალია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიზოდის სათაური ეკრანიდან ქრება, წვიმა ბოლოს და ბოლოს ფანჯრის უკანაც იწვევს წვენას. თითქოს წვიმამ დააგვიანა და დროზე ვერ მოვიდა. და ეს ერთადერთი შეცდომა არ არის ამ ეპიზოდში. როცა სუზი პეპას სახლში მოდის, თუ კარს კარგად დააკვირდებით, მის გვერდით ზარია. მაგრამ იმავე ეპიზოდის შესავალში ეს ზარი არსად ჩანს. აშკარად ვიღაცამ ძალიან სწრაფად დააყენა. ეპიზოდში Grumpy Rabbit-ის ნავების ეზო, ჩვენ კლასიკური გაუჩინარების ტრიუკი ვიპოვეთ. ერთ მომენტში აშკარად ჩანს ბოძი, რომლის თავზე ზარია დამაგრებული. მაგრამ როცა ნავი ეჯახება ხის ბოძს და იძირება, ბოძიც და ზარიც მთლიანად ქრება. აღარ ჩანს. მაგრამ სულ რამდენიმე წამში, როცა Grandpa Dog-ი ნავს წყლიდან ამოიყვანს, ბოძიც და ზარიც ჯადოსნურად ისევ თავის ადგილას ჩნდება. სერიაში წვეულების ავტობუსი Peppa მიიწვიეს Candy Cat-ის დაბადების დღეზე, რომელიც 2 სართულიან წვეულების ავტობუსში ტარდება და მაშინვე ვამჩნევთ რაღაც უცნაურს. ავტობუსის შიგნით მხოლოდ ერთი რიგი სკამებია. ყველა ბავშვი იმავე რიგში ჯდება და ავტობუსი იწყებს მოძრაობას. მაგრამ როცა კამერა გარედან ავტობუსს აჩვენებს, სკამების განლაგება სრულიად შეცვლილია. ეხლა ბავშვები სხვადასხვა რიგებში სხედან, როგორც ჩვეულებრივ ავტობუსში. ერთი რიგი უცებ რამდენიმე რიგად გადაექცა წამებში და ეს ყველაფერი არ არის. როცა ბავშვები დასაჯდომად მიდიან საჭმელად, თეფშზე 6 სენდვიჩია. დენი, სუზი და პედრო თითო სენდვიჩს იღებენ, ასე რომ 3 სენდვიჩი უნდა დარჩეს, მაგრამ თუ თეფშს დააკვირდებით, იქ ისევ 4-ია. ვიღაცამ დამატებითი სენდვიჩი აიღო და არავის შეუმჩნევია. ეხლა ეს ცოტა განსხვავებულია ჩვეულებრივი შეცდომებისგან. ეპიზოდში, სადაც Peppa, Georgie და Daddy Piggy ევის ოთახს ღებავენ, თუ ფანჯრიდან გაიხედავთ, ცაში მზეს აშკარად დაინახავთ. გადავიდეთ იმ მომენტზე, როცა ისინი ღებვას ასრულებენ და გარეთ უკვე დაბნელებულია. მაგრამ აი უცნაური ნაწილი, მზე ისევ ზუსტად იმავე ადგილასაა, როგორც ადრე. ეხლა ყველამ ვიცით, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთში ჩადის. ასე რომ თუ დრო გავიდა და დაბნელდა, მზე ცაზე უნდა გადაადგილებულიყო, ან საერთოდ გამქრალიყო. ეხლა კი შემდეგი მაგალითი სერიიდან, Hoopsy მართლაც ძალიან სასაცილოა. როცა ყველა ბავშვი კალათიდან გოლებს იღებს, ვხედავთ, რომ ზოი ზებრაც უერთდება მათ. მაგრამ აი პრობლემა. სულ ცოტა ხნის წინ ის საერთოდ არ იყო კლასში, ის დასაწყისში იქ არ იყო. და უცებ ის იღებს რგოლს ისე, თითქოს მთელი ეს დრო იქ იყო. თუ ზოინ ტელეპორტაცია არ ისწავლა, ეს აშკარად ანიმაციის შეცდომა. და ეს ყველაფერი არ არის. როცა ყველა იწყებს რგოლებით თამაშს, ზოი ისევ იდუმალად ქრება. თითქოს საერთოდ არ წყოჩილო ყოფილა იქ. ის გამოჩნდა ერთ სცენაში, აიღო რგოლი და ჰაერში აორთქლდა. მოდით ვისაუბროთ ეპიზოდზე ექიმი ჰემსტერის School. ექიმი ჰემსტერი სტუმრობს ბავშვებს, რათა ესაუბროს თავის 3 შინაურ ცხოველზე. და იმ სცენაში აშკარად ხედავთ Candy Cat-ს, რომელიც დანარჩენ ბავშვებთან ერთად ზის საკლასო ოთახში. მაგრამ მოგვიანებით ეპიზოდში, როდესაც ექიმი ჰემსტერი ამჩნევს, რომ მისი კუ ხეზე აძრა და ურეკავს მის რებიტის სახანძრო სამსახურს, კამერა გადადის სახანძრო მანქანაზე, რომელიც მიდის შემთხვევის ადგილას. და თუ მის უკან დგომ მანქანას დააკვირდებით, Candy Cat-ი შიგნით ზის. მაგრამ როგორ? ჩვენ ხომ ის ახლახან საკლასო ოთახში ვნახეთ. შეუძლებელია, რომ ის ამ მანქანაში აღმოჩენილიყო. ან Candy Cat-ი ძალიან სწრაფად მოძრაობს, ან ანიმატორებს სრულიად დაავიწყდათ სათხავდათ მოთავსებული. ეპიზოდში უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა კიდევ რამდენიმე კარგი მაგალითია. როცა მამიკო ღორი უსაფრთხოების კარს აღებს, თუ ყურადღებით დააკვირდებით, კარი პირდაპირ პეპასა და ჯორჯის სახეებში გადის. თითქოს ისინი არც კი არიან მყარი. და შემდეგ, როცა Peppa და Georgie სახლს ბავშვებისთვის უსაფრთხოს ხდიან და ყველაფერს ბუშტუკებიან პარკში ახვევენ, უცნაურად ახერხებენ ჭერზე ჩამოკიდებული ნათურის შეფუთვასაც.
ორი პატარა გოჩი, რომლებიც ძლივს ცდებიან სამზარეულოს მაგიდას, როგორღაც ახერხებენ თავზე ჩამოკიდებულ ნათურზე ბუშტუკებიანი პარკის შემოხვევას. ეს ნაკლებად ანიმაციის შეცდომაა და უფრო საიდუმლოა. ერთი სერია, რომელიც შეცდომებით არის სავსე, მუსიკალური ინსტრუმენტებია. როცა მამიკო პიგი პეპას დოლს აძლევს, მას არ აქვს არც ხვედი, არც თოკი, არაფერი, რითაც შეიძლება დაიჯიროს. მაგრამ როცა პეპა დაკვრას იწყებს, დოლი უბრალოდ ჰაერში ტივტივებს, თითქოს უხილავი ხელები უჭირავთ მისთვის. შემდეგ როცა ჯორჯი საყვერს უბერავს, თუ მის უკან შეხედავთ, ტელევიზორი და ოქროს თევზი სრულიად გამქრალია. ისინი იქ იყვნენ ცოტა ხნის წინ, ახლა კი მხოლოდ ცარიელი კედელია. და ბოლოს, როცა მამიკო ჰორი დედიკო ჰორს უკრავს ტაშს, დააკვირდით მის ხელებს. ისინი პირდაპირ მის თავში გადიან. ამ ეტაპზე ვიწყებთ ფიქს, რომ მამიკო ჰორი შეიძლება ბოლომდე მყარი არ იყოს. ეხლა კი კიდევ ერთი ეპიზოდია, სადაც შეცდომები უხვადაა. ჰიკაპების ეპიზოდში, როცა პეპა კოუვს იღებს, მისი ხელი პირდაპირ დედიკო ღორის მარცვლეულის თასში გადის, თითქოს ის საერთოდ არ არსებობდეს. შემდეგ, როცა მამიკო ჰორი რძეს ასხამს თავის მარცვლეულში, თუ დოგს დააკვირდებით, რძის დონე საერთოდ არ იკლებს. ის ასხამს რძეს, რომელიც როგორც ჩანს, არასდროს იწურება. და თუ მაგიდაზე მარცვლეულის თასს დააკვირდებით, ის სინამდვილეში მაგიდაზე ადგას. ოდნავ ზემოთ ტივტივებს. და ბოლოს ხურადღება მიაქციეთ კოუვს პეპას ხელში, რადგან ერთი კადრის შემდეგ ის მთლიანად გადადის მის ხელიდან მაგიდაზე. გადავიდეთ ეპიზოდზე კომპოსტი, შეხედეთ სურათების დაფას კედელზე. ეპიზოდის დასაწყისში ის აშკარად სამზარეულოს კარადის ზემოთ კიდია. მაგრამ რამდენიმე წამში, როცა პეპა მიდის ნაგვის ხუთთან, იგივე სურათების დაფა უკვე სამზარეულოს მეორე მხარესაა და ახლა ნაგვის ხუთის ზემოთ კიდია. და რაც შეეხება ნაგვის ხუთს, როცა პირველად ვხედავთ მას, სახურავი მთლიანად დახურულია. მაგრამ როცა პეპა მიდის რომ რაღაც გადააგდოს, სახურავი თავისით იღება, სანამ პეპა მას შეეხება. ან პეპას სახლი მოჩვენებებებითაა სავსე, ან ამ ნაგვის ხუთს მომავლის მოძრაობის სენსორები აქვს. და ყველაზე უცნაური ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. როცა დედა ჰორი პეპას სხვადასხვა ტიპის ნაგვის ხუთებს აჩვენებს, ისინი მაცივრის გვერდების გვერდით დგანან. მაგრამ სულ რამდენიმე სცენით ადრე, მაცივარი კედელთან იყო მჭიდროდ მიდგმული და მის გვერდით საერთოდ არ იყო ადგილი. როგორც ჩანს, პეპას სახლის სამზარეულო სცენებს შორის თავისით იცვლის განლაგებას. ეხლა კი სწრაფი, მაგრამ მართლაც უცნაური მომენტი ეპიზოდიდან ვარსკვლავები. როცა ჰორების ოჯახი ბაბუა ღორის სახლში მიდის, მამა ღორი აშკარად ზამთრის ტანსაცმელშია გამოწყობილი. მაგრამ როცა ის სხვენში ადის, უცებ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტანსაცმელშია გამოწყობილი. შეიძლება იფიქროთ, რომ მან უბრალოდ გაიხადა ტანსაცმელი ასვამდე. მაგრამ არა, რადგან ზუსტად ერთი წამით შემდეგ ისევ ზამთრის ტანსაცმელშია გამოწყობილი. უცნაურად მან ტანსაცმელი ორჯერ გამოიცვალა რამდენიმე წამში ისე, რომ არავის შეუმჩნევია. ეხლა კი ბოლო მაგალითი. მოდით გადავხედოთ სერიას სპორტის გაკვეთილი. როცა გრემპი რებიტი ბავშვებს ინსტრუქციებს აძლევს, დააკვირდით კენდი კეთისა და ემილი ელეფანტის ნდებარეობას. როგორც ხედავთ, კენდი კეთი შორს დგას, ხოლო ემილი ახლოს, მაგრამ შეცდომა ისაა, რომ მომდევნო სცენაში მათი ადგილები იცვლება. რამდენიმე კადრში მათ უბრალოდ გაცვალეს ადგილები. და ამ სცენაში თუ ფონს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბევრი თოკი ჩამოკიდებულია. მაგრამ სულ რამდენიმე კადრის შემდეგ ყველა ეს თოკი ქრება. და ბოლოს, როცა გრემპი რაბიტი ბავშვებს ეუბნება ჟელესავით ირწეონ, თუ სუზის აქ დავაკვირდებით, მისი ხელი აკლია. და ეს არის ყველაფერი, რაც ამჯერად ვიპოვეთ, მაგრამ პეპა პიგი რომ ვიცით, ალბათ კიდევ ასობით ასეთი შეცდომა იმალება თვალწინ. კომენტარებში მოგწერეთ, რომელი გაგიკვირდათ ყველაზე მეტად. და როგორც ყოველთვის, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.